ისლამ მახაჩევი, მსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. მსოფლიოში ნომერ პირველი pound for pound. ვრცელდება ჭორები მასზე, რომ მან უარი თქვა ილია თოფურიასთან ჩხუბზე. ისლამი უარს ამბობს თოფურიასთან ბრძოლაზე, რადგან ის თვლის, რომ ილიამ ჯერ უნდა დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები მსუბუქ წონაში. რას ფიქრობ ამ ჭორის შესახებ? ჩემი პირველი ფიქრი ის იყო, რომ ყოველივე ეს fake news-ია. უფრო მეტიც, ეს ისლამის შეურაცხყოფაა. საერთოდ არ მჯერა იმის, რომ ისლამს ვინმესთან ჩხუბის ეშინია. ამის დასამტკიცებლად გავიხსენოთ ის ფაქტი, თუ როგორ გამოიცვალა ოპონენტი და დათანხმდა მანი მოიკანოსთან ჩხუბს კემპის გავლის გარეშე. მხოლოდ იმიტომ, რომ მან ეს არჩევანი მართებულად მიიჩნია და არ უღალატა იმ ოქროს პრინციპს, რომელსაც ეძახიან შოუ უნდა გაგრძელდეს. ფიქრობ, ეს უბრალოდ ჭორია. მე ასევე ვფიქრობ, ისლამისთვის შეურაცხყოფელია ის ფაქტი, რომ მას მესამედ აძალებენ ქვემსუბუქ დივიზიონის მოჭხუბართან ბრძოლას. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თავად ისლამს სურს წონის შეცვლა. ასე რომ თუ თვითონ მას არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც უკვე მესამედ აძალებენ, ეჭვი მეპარება, რომ ყოველივე სიმართლე შეესაბამებოდეს. ასე რომ მე არ მჯერა ამ ჭორის. იცი ჩეილ, მეც ასე ვიფიქრე თავდაპირველად. ამ ბიჭებთან ცოტა ხნით საუბარი მომიწია და მათი აზრით ილიას ვინმე უნდა ეჩხუბოს. სწორედ ამის გამო ჩეილ გახსოვს ალექსანდრე ვოლკანოვსკის ჩხუბი, როცა ის ნომერ პირველი pound for pound იყო. გახსოვს პირველი ბრძოლა. ბრძოლის მთავარი აზრი იმაში იყო, რომ ვინც მოიგებდა, ის გახდებოდა ნომერ პირველი მსოფლიოში. იმ დროს ალექსი პირველი იყო, ისლამი მეორე. ისლამი ამარცხებს ალექსს, თუმცა ბრძოლა თანაბარი იყო. შემდეგ ჰქონდა უცნაური მოვლენა, სადაც ალექსის და ისლამიც პირველ ადგილზე იყვნენ, რაც კარგ ახალს გაგრძელდა. ისლამი კი ითხოვდა იმ პირველ ადგილს, რასაც შეპირებულები იყვნენ. ხალხმა კი უთხრა, რისთვის გინდა ნომერ პირველობა? შეხო ქვემსუბუქი წონის მებრძოლი დაამარცხე. შემდეგ იგი შეხვდა ოლივეირას. შემდეგ ისევ ალექსანდრე ვოლკანოვსკი ჩნდება, ვინც იმ დროისთვის ნომერ მეორეა მსოფლიოში. ზოგი კი კვლავ ისლამთან ათანაბრებდა. მახაჩევი ისევ ამარცხებს, ხალხიც იგივეს იმეორებს. შენ უბრალოდ ქვემსუბუქი მებრძოლი დაამარცხე. და უშუალოდ ისლამმა უარი თქვა ილიასთან ჩხუბზე. ჩეილ, ზუსტად აი ამ მიზეზების გამო თქვა უარი. ესე იგი, შენ ყავს ისლამ მახაჩევი, ვინც დაამარცხა ჩარლზი კამრისთვის, ვინც დაამარცხა ვოლკანოვსკი. მეორედაც ვოლკანოვსკი, დასტინ პორიე, მანი მოიკანო. საერთო ჯამში 5 სატიტულო დაცვა გამოგდის, ხო? სამი მათგანი ქვემსუბუქ წონასთან. ალბათ, ის ახლა ფიქრობს, იგივეს გაკეთება არ მსურს. რადგან ვიცი რა მოყვება ილიას დამარცხებას. მიუხედავად იმისა, რომ ის სახიფათოა, იგი მაინც ქვემსუბუქ მებრძოლად ითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ის მსუბუქ წონაში იჩხუბებს და გაიმარჯვებს, მაშინ გასაგებია. შენ დაუპირისპირდები მოჭხუბას, რომელმაც თავი დაიმკვიდრა ამ წონი დივიზიაში. დიახ, ნამდვილად, ვერაფერში შეგეწინააღმდეგები. ისლამს ძალიან ბევრს თხოვენ და ამას დამატებული არ ფიქრობ, რომ მან უარი განაცხადა. დენიელ, შენ მის წრეში ხარ. განაცხადა თუ არა უარი ბრძოლაზე და თუ განაცხადა ამ მიზეზებისთვის. მე პირადად მეეჭება. მისმინე, მე საინტერესო საუბარი მქონდა ჩარლზ ოლივეირასთან. დანიელ, ყოველივე ამას მე შემდეგი კუთხით ვუყურებ. ილია ნამდვილად იმსახურებს ბრძოლას. ხოლო ვისთან იმსახურებს, ეს ცალკე საკითხავია. იქნება ეს ისლამი, ჩარლზი თუ ცარუკიანი. უბრალოდ მეეჭება, რომ ორგანიზაცია დასაწყისშივე ისლამს შეახვედრებს ილიას და თუ ჩარლზი ან ცარუკიანი მიიღებენ ამ ბრძოლას, მაშინ მათ მიეცემათ იმის საშუალება, რომ თვითონ გახდნენ ნომერ პირველი კონტენდერები. ჩარლზ ოლივეირას, როდესაც ვესაუბრებოდი, ვუთხარი, ჩარლზ, რა პასუხიც არ უნდა გამცე, იცოდე, რომ მე გავასაჯაროებ. ვეთქვი დენიელ კორმიეს ESPN-ზე და მან მიპასუხა, ჩეილ, მე ილიას მხოლოდ ერთი პირობით შევებრძოლები. თუ კი ის მოიგებს კამარს, გახდება მსოფლიო ჩემპიონი და დაამტკიცებს, რომ ამ დივიზიონს ეკუთვნის. ამ შემთხვევაში ვეჩხუბები მას. მე ვუპასუხე, ჩარლზ, ხო ხვდები, რომ ამ ბიზნესში ასე არ ხდება. წინასწარ ჩემპიონობამდე ჩხუბს ვერ მოითხოვ. მან მიპასუხა, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, შემიძლია მოვითხოვო. ეს ჩემი წონითი კატეგორიაა. მე უფრო მაღალი რეიტინგი გვაქვს, ჩემპიონიც ყოფილვარ. ეს ბიჭი ბევრს ლაპარაკობს. თუ მას ჩემთან ბრძოლას სურს, მაშინ ის უნდა ადგეს, მოიპოვოს კამარი და მაშინ დავუპირისპირდები. მე ვუთხარი, ჩარლზ, ეს ასაცი რიცხებს, მაგრამ დენიელს მაინც მოვახსენებ. ჩეილ, როგორც ჩანს, ეს საერთო აზრია დღესდღეობით. ყველა ისე ეპყრობა თოფურიას თითქოს მსუბუქი წონის მებრძოლი არ იყოს. ისლამი ამბობს, რომ ის ჯერ ვინმეს უნდა შეებრძოლოს. ოლივეირა ამბობს, რომ მან ჯერ უნდა მოიპოვოს კამარი და დაამტკიცოს, რომ ის ერთ-ერთი მათგანია მსუბუქ წონაში. გამოდის, რომ ილია ჯერ კიდევ ქვემსუბუქი წონის მებრძოლად თვლიან. არსებობს ერთი კონკრეტული სიტყვა, რომელსაც ხშირად იყენებენ. განსაკუთრებით მაგომედ ანკალაევის გარშემო ბევრჯერ იყო გამოყენებული. ჩეილ, ეს სიტყვა არის დამსახურება.
დამსახურება იმსახურებს ის, ან დაიმსახურა მან. ჩეილ, ამ სიტყვას სიგიჟემდე მივყავარ, იმიტომ რომ ჩვენ ორივემ ვიცით, ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, გაუგებარია მართლა იმსახურებს თუ არა ვინმე რაღაცას. უმეტეს შემთხვევაში ეს გონივრულია. მაგომედ ანკალავი იმ დროისთვის არ იმსახურებდა. მას უნდა ეჩხუბა იან ბლაჰოვიჩთან. ასეც მოხდა. იჩხუბა იანთან და ფრედას დაასრულა. შემდეგ, როდესაც მან დაკარგა ქამარი და ალექს პერეირა იქცა იმად, რადაც იქცა, იმსახურებდა თუ არა იგი. რა თქმა უნდა, იმსახურებდა. იმიტომ რომ მან ყველა ჩხუბი მოიგო. იმ დროისთვის უბრალოდ არაგონივრული იყო. თუმცა დადგა დრო, როცა აზრი ჰქონდა მათ დაპირისპირებას და სხვა გზაც არ ჰქონდათ. ასეც მოხდა, ამიტომ კითხვა მდგომარეობს შემდეგში. იმსახურებს თუ არა თოფურია მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას. და ყოველივე ეს იქიდან გამომდინარე, რომ იგი არის ქვემოთა კლასის ჩემპიონი და ჩეილ. ზოგადად ჩემპიონობის უმრავლესობა, როდესაც ზემოთ ან ქვემოთ წონაში მიდიან, ისინი სატიტულო ბრძოლას ეგრევე იღებენ. ფიქრობ ეს იმიტომ ხდება, რომ ამას ვიმსახურებდით ჩვენი მიღწევებიდან გამომდინარე. ან იმ დროისთვის უბრალოდ არ მოიძებნებოდა ისეთი ვინმე, ვისაც შევებრძოლებოდით. ნამდვილად დენიელ და ვფიქრობ ჩვენ ამ საკითხზე უაზროდ ვტრიალებთ. ბოლოს და ბოლოს ვის ადარდებს? აი ეს არის პრობლემა. უნდა იყოს ის ზღვა ხალხი, რომელსაც ეს უნდა ადარდებდეს. ეს ხალხი უნდა ითხოვდეს ისლამის დაპირისპირებას ილიასთან. მთელი ესპანეთი უნდა ჯანყდებოდეს, მტკიცედ მოითხოვდეს ამ ბრძოლას და თან ყვიროდნენ, ეს ჩვენი ბიჭია. აქეთ ჩარლს ოლივეირა ჩუმად მეუნება, რომ შემიძლია გითხრა, ის ბრძოლას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ ეს იქნება სატიტულო ბრძოლა. ამას დამატებული მის მოწინააღმდეგეს ჯერ ქამარიც არ აქვს. ასე რომ ფიქრობ ჩხუბი უნდა ჩატარდეს. ვიმედოვნოთ და ღრმად ვისუნთქოთ. ყველაფერი ცოტა სულელურად ხდება. არ ვიცი არმანი საკუთარი თავისთვის პოზიციას არ იცავს. ვიცით რომ ის სატიტულო ბრძოლისთვის მზადაა. ამას უკვე დაჯავშნილი ჰქონდა ქამრისთვის ჩხუბი და კიდევ ახლა მაქს ჰოლოვეი. მაქს ჰოლოვეის უნდა რომ დასტინ პორიესთან იჩხუბოს BMF-ის ტიტულისთვის. და ყოველივე ეს ხდება მსუბუქ წონაში, რასაც არანაირი საერთო აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან. ამიტომ მსოფლიო ჩემპიონმა კარგად უნდა დაამუშავოს თავისი დივიზიონი. ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებს. ყოველივე ეს მისით იწყება. მან უნდა მოქცეს გარკვეული სიცხადე თუ რას აპირებს. ისლამის სპორტსმენობისა და მისი ღირსების მიუხედავად უნდა ითქვას, რომ გონებიდან ამოვარდნილია. მოსაწყენია, იცი? ის უნდა მართავდეს გემს. ჩვენ კი მას ამ გემით გავყვებით. ფიქრობ, სწორედ ამის გაკეთებას აპირებს, არა? სწორედ ამიტომ მინდა დავაზუსტო მსგავსი საკითხები. თითქოს ვარაუდი გვიწევს ყოველთვის. როცა ისლამი უარს ამბობს ბრძოლაზე, სავარაუდოდ მას სურს, რომ ამ ერთ დიდ თავსატეხს თავი გაართვას. შეიძლება უნდა ილია ჩარლზის წინააღმდეგ იხილოს. ახლა არმან ცარუკიანი. ის ხომ საერთოდ ყველაზე უცნაურ სიტუაციაშია, ვინც კი ოდესმე მინახავს. იმას თუ გავითვალისწინებ, რა მოხდა ბოლოს ჩელ. UFC ახლა ღიად ამბობს, რომ ის შემდეგი აღარ იქნება. როცა მას ერთი დღე აშორებდა სატიტულო ბრძოლამდე. მგონი არ მინახავს ისეთი შემთხვევა, როგორც არმან ცარუკიანს შემთხვევა, სადაც ნომერ პირველი კონტენდერი უკან დაიციათ და რიგითი კონტენდერი გაეხადათ. უბრალოდ არ შეგიძლია მარტივი გზა ერჩიო და ცარუკიანი და ოლივეირა აჩხუბა, რომლებმაც წინა წელს იჩხუბეს. ამას დამატებული ოლივეირას მაიკ ჩენდლერთან ჰქონდა ნაჩხუბარი. უბრალოდ შეუძლებელია მათ ხომ ახლა ხანს იბრძოლოს. იმიტომ რომ რთულია გესმის, არმანი გამოუვალ მდგომარეობაში. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ თოფურიას შანსი უნდა მიეცეს. ასეთი შესაძლებლობის დაკარგვა არ მენდომებოდა. მე და შენ დარწმუნებული ვარ საერთო აზრს ვიზიარებთ და სწორედ მსგავს აზრზეა ხალხის უმეტესობას. ის კარგი მებრძოლია, კარგად გამოიყურება. მას აქვს ვარსკვლავური პოტენციალი. მთელი ესპანეთი ზურგს უმაგრებს და ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ გინდა. ყველა სახიფათოა ოლივეირა, ცარუკიანი. აბსოლუტურად ყველა. შენ შეიძლება მისი სატიტულო ბრძოლის ნახვა გინდა, იმიტომ რომ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ გინდა. რადგან ხომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კონტენდერთან დამარცხდე. და მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ცარუკიანი, უпростоრად ილია ასე უბრალოდ მივიდოდა დანასთან და დათმობდა საკუთარ ქამარს რაიმე საპასუხო გარანტიის ან შესაძლებლობის გარეშე, რომ უარი ეთქვა კონტრაქტის სამონაწილეო ელემენტზე, რომელიც მილიონობით დოლარებიც. უბრალოდ ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაცას ამის გაკეთება შეუძლია. ის წონით დიდი ბიჭია, რომ მსუბუქ დივიზიონში წონის შენარჩუნება უჭირდა. კარგია, რომ ახლა გითხრა თავის წონის პრობლემებზე და აწონების დროს არ გამოამჟღავნა. ივენთი არ გაგვიფუჭა. ასე თუ ისე, ის კვლავ დაუმარცხებელია. კვლავ გულშემატკივრების ფავორიტია.
ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია მსოფლიოში. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია გავიგოთ, სიმართლეა თუ არა, რასაც მსუბუქწონაზე ამბობენ. ფიქრობ, გონივრული ექსპედიცია იქნება. ნამდვილად მსურს ამის გაგება. კარგი ჩეილ, დავუშვათ ისლამი, ხო? ამაზე დიდი ჩხუბი რა იქნება? ისლამი ილიას წინააღმდეგ. აბუ-დაბი. ამაზე დიდ ბრძოლას ვერ ვნახავთ. ეს ბრძოლა მოცემული დროის ჩარჩოში გონივრული მიმაჩნია. აჩხუბეთ აბუ-დაბიში. ისლამი, რომელიც ვარსკვლავია. ილია, რომელიც ასევე ვარსკვლავია. ოქტომბერში ბლოკბასტერი იქნება. ორივემ აუცილებლად უნდა იჩხუბო. არ არის აუცილებელი თუ პირველი ჩხუბი ერთმანეთში არ ექნებათ. ჩემი კითხვა ასეთია. სანამ ილია ისლამს დაუპირისპირდება, ვისთან ისურვებდი მას რომ ეჩხუბო? ილიასა და ცარუკიან შორის დაპირისპირების იდეა ძალიან მომწონს. უბრალოდ მომწონს. თუმცა იდეა რთულია, რადგან მახსოვს შენ მითხარი, რომ მათი საერთო ქვეყანა აკავშირებთ. ერთი ამჟამად საქართველოს წარმოადგენს, მეორე ესპანეთს. შენ მითხარი, რომ ეროვნებიდან გამომდინარე პრობლემა იქნება. თუმცა ეს ის მატჩია, რომლის ნახვასაც ვისურვებდი. ვიღაცას ამ პლანეტაზე და ის ერთადერთია, ვისაც ასე სურს უნდა ნახოს თუ როგორ ცემს ისლამ მახაჩევი ჩარლზ ოლივეირას კიდევ ერთხელ. მე არ ვფიქრობ ასე. არც ერთ გონიერ ადამიანს არ უნდა ამის ნახვა. ასეთ ადამიანს ჩარლზი არ ადარდებს. მე არც კი ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება ერთი, ვისაც ამის ნახვა სურს. და სწორედ ამიტომ, ასეთი ბრწყინვალე ადამიანის აზრი, რომ სამუდამოდ გავოქრო, მაშინ ალბათ კიდევ ერთხელ ვისურვებდი ამ ბრძოლას. ჩარლზი და ისლამი ნამდვილად ჩეილ. მე ვფიქრობ, რომ ისლამისა და ჩარლზის მორიგი დაპირისპირება უფრო სანახაობრივი იქნება ვიდრე პირველი მათი შეხვედრა. დამიჯერე უარესი უბრალოდ ვერ იქნება. წინა ჩხუბით 15 წუთიანი გაუჩერებელი ბრაგუნი იყო. ყველა მხრივ გრეპლინგი, ჯიუ-ჯიტსუ, ჭიდაობა, კრივი, ბოქსი, ზიანი, კონტროლი, ყველაფერი ისლამის მხარეს იყო. ამაზე უარეს ცემას უბრალოდ ვეღარ ვნახავ. მართალი ხარ. ფიქრობ, ოლივეირა შეიძლება ცოტა გაკვირვებული იყო. მე შემჩნეული მაქვს, რომ მათთან ჩხუბის პროცესი ზოგადად ცოტა აკვირვებთ. განსაკუთრებით, როცა ხელით გიჭერენ. ფიქრობ, ოლივეირა ამან განაცვიფრა. მოკლედ, ვისურვებდი ოლივეირასა და მახაჩევის დაპირისპირებას. ვისურვებდი ცარუკიანისა და თოფურიას დაპირისპირებას. თუ ისლამს არ უნდა რომ შეახვედრონ, ფიქრობ უკეთესია თუ აბუ-დაბიმდე მოისდიან, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მოგჩეილ. პრობლემა არ მექნება თუ ილია მახაჩევს ახლა დაუპირისპირდება. თუმცა ამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ.